საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების რეორგანიზაციის საკითხები მარტივდება. ცვლილება შედის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დადგენილ წესში. საუბარია ეგრეთ წოდებული მობილობის წესის ამოღებაზე და მისი ჩანაცვლება გამჭვირვალე საკონკურსო წესით იქნება შესაძლებელი. შესატან ცვლილებებზე კანონმდებლობის მსჯელობას ოპოზიციის მხრიდან უკვე მოჰყვა გარკვეული დეზინფორმაციული კამპანია. მოხელეთა მობილობის არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შტატების შემცირების შედეგად მოხელეების მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა ფაქტურად არ ხდება. აუცილებელია რეორგანიზაციის შედეგად მოხელეების შემდგომი თანამდებობების დაკავების მიზნით საკონკურსო პროცედურების იმპერატიულად დაწესება, მოქმედი ნორმებით აღნიშნული პროცესი 3 თვემდე გრძელდება, რაც დამაზიანებელია საჯარო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მიზანშეწონილია საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელს მიენიჭოს უფლება შეფასების შედეგების გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გადახედოს მის დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეთა უშუალო მენეჯერების მიერ განხორციელებულ შეფასებას. საქართველოს დემოკრატიის ხარისხი არის იქამდე, რომ მერის, თბილისის მერიის თანამშრომელი გახდა ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი განშტოების სიის პირველი ნომერი. ასეთი რეპრესიული მექანიზმი აქვს ქართულ ოცნებას. ეს არის რეორგანიზაციის წესის ცვლილება. აქ არის გამოწვევები და ჩვენ ამ გამოწვევებზე სახელმწიფოებრივი კუთხით სწორად ვიმოქმედებთ. გულწრფელი მადლობა, ალბათ შეეხება 99%-ს შეიძლება მეც საჯარო მოხელეების, ვინც სახელმწიფოებრივად სწორად ფიქრობენ და აზრობენ. აბსოლუტურად განსხვავებული უნდა იყოს მიდგომა, ჩემი აზრით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ეს ბევრი მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს. მათ მიმართ, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს. როდესაც შენ ხარ საჯარო მოხელე და გგონია და ფიქრობ, რომ შენი ქვეყანა მიდის რუსეთისკენ მიდის. ნამდვილი მონობა იცით რა არის? მაინც იღებ ხელფას, მაინც მუშაობ, რას მუშაობ კაცმა არ იცის და სხვას ეძახი მონას. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თუ როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, ნახავს თარიღს, აშკარად დარწმუნდება იმაში, რომ არანაირ კავშირში არ არის გამოცხადებული რეორგანიზაცია იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა.